Угода значно змінила. შეთანხმება მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა ესაა ჭეშმარიტად თანასწორი შეთანხმება, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უკრაინაში წარმოებისა და იურიდიული პრაქტიკის მოდერნიზაციისთვის. В угоді немає боргу. შეთანხმება არ ითვალისწინებს ფინანსურ ვალდებულებას და შექმნის ფონდს, აღდგენის ფონდს, რომელიც უკრაინაში ინვესტიციის ჩადებასა და ფულის გამომუშავებას ითვალისწინებს. ესაა სამართლიანი პირობებით ამერიკასთან მუშაობის შედეგი, როცა უკრაინასაც და შეერთებულ შტატებსაც, რომელიც თავდაცვაში გვეხმარება, პარტნიორობით ფულის გამომუშავება შეეძლებათ. Ми говорили შეთანხმებისთვის ხელმოწერაზე ჩვენი მზადყოფნის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვესაუბრე. ამაზე ვატიკანის შეხვედრაზე ვისაუბრეთ. ფაქტობრივად, ახლა ვატიკანის შეხვედრის პირველი შედეგი მივიღეთ, რაც მას ნამდვილად ისტორიულს ხდის. მოუთმენლად ველით ჩვენი საუბრის სხვა შედეგებსაც. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მე და პრეზიდენტი ტრამპი ყოველი წუთის 100%-ს ვიყენებდით.